დატკბები. იცი ზოგჯერ როგორ ხდება. ადამიანები ცდილობენ ნებებისგან გათავისუფლდნენ და უკეთესი გახდნენ, მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებს მოაწონონ თავი და არა იმისთვის, რომ სათნო იყოს უფალს. აი მაგალითად შენ გინდა უკეთესი გახდე და სრული იქნა სულიერ ცხოვრებაში, მაგრამ გიფიქრე არისთვის გჭირდება ეს. იმისთვის, რომ ღმერთთან უფრო ახლოს დადგე თუ იმისთვის, რომ სხვებს უკეთესი მოეჩვენო. მაგალითად შენ ცდილობ, რომ ტაძარში სხვებზე ადრე მიხვიდე. მაგრამ რისთვის? ამას იმისთვის აკეთებ, რომ მსახურებაზე დაგვიანება არასწორი საქციელია თუ იმისთვის, რომ ადრე მისვლისთვის ქება დაიმსახურო. სულიერი ადამიანი იმაზე კი არ ფიქრობს, რომ ადამიანებს მოსწონდეთ იგი, არამედ ღმერთს. უკვე თუმცა კაცთაღა სათნო ვეყოფოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყო. ამბობს პავლე მოციქული. სიფხიზლეა საჭირო. ყველა ქმედებაში. თვით ყველაზე უმცირესშიც კი თავარი